უკვე 15 საათზე მეტია მოსკოვი დუმილით პასუხობს შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას. პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით 2 ატომური წყალქვეშა ნავი ამერიკამ რუსეთთან ახლოს განალაგა. ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ესკალაცია რუსეთის ყოფილი პრეზიდენტისა და მოქმედი უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილის ბირთვულ მუქარას მოყვა. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად 10 დღიანი ვადა მისცა, დიმიტრი მედვედევმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეურაცხმყოფელი პოსტით მიმართა და თქვა, რომ ნებისმიერი ულტიმატუმის დაწესება ტრამპის მხრიდან ომისკენ გადადგმული ნაბიჯია. ცნობილია თუ არა, სად განალაგა ტრამპმა ბირთვული წყალქვეშა ნავები. ზურა პეტროსიანი უფრო მეც გვეტყვის ამ დაძაბული ურთიერთობის შესახებ ორ ქვეყანას შორის. ზურა, გისმენთ. გიორგი, რა თქმა უნდა, სად არის განლაგებული ეს 2 წყალქვეშა ნავი, ჩვენთვის უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა კოლეგებმა არაერთი ქვეყნიდან მიმართეს პენტაგონს, პენტაგონში პასუხობენ, რომ ეს არის სახელმწიფო საიდუმლოება, დამატებითი განმარტებები ამ საკითხზე არ კეთდება, თუმცა უკვე 15 საათზე მეტია, რაც მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში არის როგორც მოსკოვი, ასევე ვაშინგტონი. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში განათავსა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან 2 წყალქვეშა ატომური ნავი განათავსა შესაბამის რეგიონში, როგორც ის ამას წერს, დამატებით მხოლოდ რამდენიმე საათში გაკეთა განმარტება იმის შესახებ, რომ ეს ნავები არის განთავსებული რუსეთთან უფრო ახლოს, ვიდრე იყო. ესე ციტატა არის დონალდ ტრამპის კომენტარიდან. რატომ მოხდა ეს დაძაბულობა? ამას წინ უძღოდა დიდი ურთიერთგარჩევა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის, მათ შორის შეურაცხმყოფელი პოსტი დიმიტრი მედვედევის მხრიდან, რასაც საპასუხოდ მოყვა სწორედ დონალდ ტრამპის ეს რეაქცია, მხოლოდ იმ შემთხვევისთვის, თუ ეს სულელური და წამაქეზებელი განცხადებები უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ განცხადებები, თქვა პოსტში დონალდ ტრამპმა. როგორც თქვით, 15 საათზე მეტია მთელი მსოფლიო ცდილობს გაარკვიოს, თუ რომელ წყალქვეშა ნავებზე არის საუბარი და სად არის ის განთავსებული, თუმცა პენტაგონი ამ კითხვაზე არ პასუხობს. რაც შეეხება ტრამპს, მან თქვა, რომ შეერთებული შტატები აღიქვამს მედვედევის ამ განცხადებას, როგორც ბირთვულ მუქარას და იმისთვის, რომ დაიცვა საკუთარი მოსახლეობა, მას მოუწია ამ ნაბიჯის გადადგმა. რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც ამჟამად ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საბჭოს ხელმძღვანელობს, მედვედევმა ბირთვული არახზე საუბრისას ძალიან ცუდი რაღაცეები თქვა და როდესაც სიტყვა ბირთვულს ახსენებ, ვამბობ, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ეს უკიდურესი საფრთხეა. მას ეს არ უნდა ეთქვა. მას უხეში გამონათქვამები ახასიათებს. მას წარსულშიც უთქვამს რაღაცეები და ამიტომ ყოველთვის გვინდა, რომ მზად ვიყოთ. რეგიონში 2 ბირთვული წყალქვეშა ნავი გავგზავნე. უბრალოდ მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ მისი სიტყვები მხოლოდ სიტყვებია და სხვა არაფერი. და დიახ, ისინი რუსეთთან უფრო ახლოს არიან. ეს არის ომი, რომელიც უნდა დასრულდეს. ჩვენ დავაწესებთ სანქციებს. მე ბევრჯერ ვესაუბრე პუტინს და ვფიქრობ, რომ შესანიშნავი საუბარი გქონდა. შემდეგ კი სახლში მივედი და დავინახე, რომ კიევში და სხვა ქალაქებში ბომბები ჩამოაგდეს, რამაც ხალხი იმსხვერპლა. შეიძლება მას სურს, რომ მთელი უკრაინა აიღოს. ვფიქრობ, ეს მისთვის ძალიან რთული იქნება, მაგრამ გაკვირვებული ვარ, რომ ჩვენ ბევრი ძალიან კარგი საუბარი გქონდა და უეცრად ბომბები იწყებს ფრენას. რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და მიმდინარე თანამდებობა მას აქვს უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, რომ არ გამოირჩევა დიპლომატიური გზავნილებით. ეს აქამდეც ცნობილი იყო, თუმცა ტარიფების ომის პარალელურად მისი გზავნილები უკიდურესად არადიპლომატიური გახდა. ტრამპის ეს გადაწყვეტილება მას წინ უძღოდა, ასე ვთქვათ, მედვედევის პოსტი ასევე სოციალურ ქსელში, სადაც ის გამოიხმაურა ფაქტობრივად ტრამპის 10 დღიან ულტიმატუმს, რომელიც აქვს მიცემული პუტინს იმისთვის, რომ დაასრულოს ესკალაცია და ომი უკრაინაში. მედვედევმა უპასუხა მას, რომ რუსეთი არც ისრაელი არის და არც ირანი და უნდა ახსოვდეს, რომ ასეთ ნაბიჯებს აუცილებლად ეს ნაბიჯები არის გადადგმული ომისკენ და არა მშვიდობისკენ. ამის შემდეგ, რაც ეს განცხადება გააკეთა, მედვედევი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ტრამპს და როგორც ვთქვით, შეურაცხმყოფელი პოსტით მიმართა. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მცირე ამონარიდი ამ პოსტიდან. თუ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ზოგიერთი სიტყვა ასეთ ნერვულ რეაქციას იწვევს შეერთებული შტატების ასეთ მრიცხანე პრეზიდენტში, მაშინ რუსეთი ყველაფერში მართალია და გააგრძელებს სვლას საკუთარი გზით. რაც შეეხება ინდოეთისა და რუსეთის მკვდარ ეკონომიკას და სახიფათო ტერიტორიაზე შესვლას, ჯობია გაიხსენოს თავისი საყვარელი ფილმები, მოსიარულე მკვდრების შესახებ და ასევე თუ რამდენად საშიში შეიძლება იყოს ბუნებაში არარსებული მკვდარი ხელი.
სად არის განთავსებული ეს ორი ატომური წყალქვეშა ნავი, როგორც თქვით, ეს არის ღია კითხვა, რომელზე პასუხის გაცემასაც ცდილობს მთელი მსოფლიო, შეერთებულ შტატებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფლოტი ყავს, ესეც ცნობილია, ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ ის თუ დაახლოებით რას ფლობს შეერთებული შტატები, ვინაიდან სრული ინფორმაცია არის ხელმიუწვდომელი. ამერიკის შეერთებული შტატების ატომური წყალქვეშა ნავები სამ კატეგორიად არის დაყოფილი, ეს არის ბალისტიკური რაკეტების მატარებელი 14 ნავი, ეს არის ოჰაიოს ტიპის, ასევე აქვს ფრთოსანი რაკეტების მატარებელი 4 წყალქვეშა ნავი და მრავალმიზნობრივი წყალქვეშა ნავები, რომელთა რაოდენობაც დაახლოებით 59 არის. ჯამში შეერთებული შტატები ოფიციალური ინფორმაციით 67 წყალქვეშა ატომურ ნავს ფლობს, სხვა კატეგორიის, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით მათი რაოდენობა 79-ზე მეტია და ბოლოს ის უნდა ვთქვათ, რომ ეს ესკალაცია არის ტარიფების ომის გაგრძელება, მათ შორის გუშინაც დამატებითი განცხადება გააკეთა შეერთებული შტატების ელჩმა ნატოში, მან თქვა, რომ დამანგრეველი ტარიფები რუსეთს წინელდება იმ შემთხვევაში თუ არ იქნება შესრულებული პირობა ულტიმატუმის ვადებში. როგორც ჩანს, ეს ტარიფები ნამდვილად მოქმედებს რუსეთზე, ვინაიდან ასევე გუშინ ცნობილი გახდა, რომ დეფიციტი, რომელიც გააჩნია რუსეთს ეკონომიკაში 2025 წლის პირველი კვარტლისთვის არის თითქმის 3 ტრილიონ 700 მილიარდ რუბლზე მეტი, რაც 6-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ამავე ანალოგიურ პერიოდში შარშან და ის რომ სანქციები მუშაობს, სწორედ ამაზე აპელირებს შეერთებული შტატები. ვნახოთ რა იქნება 8 აგვისტო არის ბოლო ვადა, რომელიც აქვს მიცემული კრემლის დიქტატორს, იმ შემთხვევაში თუ არ იქნება შესრულებული ტრამპის პირობები, ტრამპი იმუქრება, რომ ამას მოყვება დამანგრეველი სანქციები რუსეთისთვის.